დღეს ვისაუბრებ თუ როგორ ვისწავლოთ იაპონური ენის სამი დამწერლობა: ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი. იაპონურს აქვს სამი დამწერლობა: ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი. ჰირაგანას აქვს 46 ასო. ჰირაგანა არის იაპონური, ასე ვთქვათ, იაპონური ორიგინალური დამწერლობა და კატაკანა ამასაც აქვს 46 ასო, რომელიც ეხმარება უცხო ენიდან შემოსვლის სხვებისთვის, მაგალითად ჯორჯია, ეს სიტყვა იწერება კატაკანაზე, ხო? და ასევე კანჯი. კანჯის რაოდენობა უცნობია. ჩინური ენიდან შემოსული, ეს ჩინური იეროგლიფებიდან შემოსული იაპონური იეროგლიფები რა. მაგრამ ამის რაოდენობა იმდენად ბევრი არის, რომ იაპონელებმაც ჩვენც არ ვიცით. მაგრამ ამბობენ, რომ 300 კანჯი თუ გეწოდინებათ, მაშინ უკვე intermediate level, საშუალო დონეზე ხართ უკვე. ჩვენმა იაპონელებმა ამბობენ, რომ იციან, ცეცით მეც უნდა ვიცოდე 2000 კანჯი. მაგრამ ჩემი აზრით ეს სამივე, ეს ჰირაგანა, კატაკანა, კანჯის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია. განსაკუთრებით თუ გინდათ იაპონიის სასწავლად ან სამუშაოდ, ეს დამწერლობის ცოდნა საჭიროა, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ხას მინდა ვისაუბრო თუ როგორ ვისწავლოთ, ვიმეცანინოთ ეს სამი დამწერლობა. მაქვს 4 კი არა 4 რჩება და პირველი რჩება არის ძალიან ასე ვთქვათ ძალიან ბაზისური რჩება, მაგრამ წაიგთავთ ინგლისურ ლატინურ ასოებზე, როდესაც გითხოვთ იაპონურს, ხო? მიყავდა რამდენიმე უცხოელი მეგობრები, ვინც ყოველთვის სწავლობდნენ იაპონურ ენას, მაგრამ ყოველთვის ლატინურ ასოებით. ეს არ შეიძლება მართლა, მართლა გეუბნებით, ვინც ასე სწავლობდნენ, ბორომდე ვერ შეისწავლეს. იმიტომ რომ ეს ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი არის იაპონური ენის, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალური ცოდნა და ეს თუ ამას თუ კარგად ვერ დაიმასწავლეთ და კარგად ვერ შეისწავლეთ, მაშინ უფრო მაღალ დონემდე ვერ მიაღწევთ სამცხაოდ. ამიტომ ლატინურად წაკითხებით არ გინდათ მისჩეული გახდეთ. ყოველთვის, როდესაც დაიწყებთ იაპონური ენის სწავლას, სამივე დამწერლობა კარგად უნდა იცოდეთ. ინგლისური ლატინურად არ გინდათ წაიკითხოთ. ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პირველი რჩება. მეორე რჩება არის, როდესაც დაიწყებთ იაპონური ენის სწავლას, ჯერ კარგად უნდა დაიმასწავლოთ ჰირაგანა და კანჯი. ეს არის, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ გააგრძელებთ იაპონური ენის სწავლას, მაშინ ყოველთვის დაგვხდებათ ეს ჰირაგანა, კატაკანა და მერე კანჯი, ხო? ამიტომ კარგად უნდა დაიმასწავლოთ, კარგად უნდა შეისწავლოთ, ბევრჯერ უნდა დაწეროთ. აპლიკაციით ყურებით შეგიძლიათ შეისწავლოთ, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ჩვენი ხელებით, თითებით დავწეროთ. იმიტომ ასე უფრო ეფექტურია. ჩვენი ხელი ძალიან ჭკვიანი არის რა, როდესაც ვწერთ, ეს ხელის დაიმასწავლეთ თუ როგორ იცრება ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი, ამიტომ გირჩევთ, რომ ბევრჯერ დაწეროთ. და ასევე ჰირაგანა და კატაკანას აქვს, როდესაც წერთ, ხომ, წერის თანმიმდევრობაც არსებობს, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ და ასე. ამ თანმიმდევრობის მიხედვით დასაწყისში კარგად უნდა დაწეროთ. ეს არის წესების მიხედვით უნდა დაწეროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. მესამე რჩება არის ის არის, რომ კარგად უნდა გავიმეოროთ კატაკანა. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც მე ვასწავლი და ახლა ვასწავლი იაპონურ ენას, ჰირაგანას კარგად შეისწავლე. იმიტომ რომ დასაწყისში ძალიან ბევრი მოტივაცია რომ აქვთ და კარგად შეისწავლე ჰირაგანას, მაგრამ რომ დაიწყება კატაკანას სწავლა, მაშინ ცოტა დაიკარგება მოტივაცია და კარგად არ შეისწავლენ
კატაკანას სამოცხალოდ. და ასევე კატაკანას გამოყენების სიხშირე უფრო ნაკლებია ვიდრე ჰირაგანას და ასევე კანჯისთან შედარებით. ამიტომ მე მესმის რომ კატაკანას სწავლა ცოტა ამის мотивация ცოტა დაიკარგება, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფუძემდია. განსაკუთრებით თქვენი სახელი თუ ქართული ხართ, თქვენი სახელი გვარი კატაკანით იცლება ხომ? ამიტომ კატაკანაც რა თქმა უნდა მესმის რომ ცოტა დაიკარგება ეს ამის კატაკანას სწავლის мотивация, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ჰირაგანას რომ მორჩება ამის სწავლა, რომ დაიწყებთ კატაკანას სწავლას, კარგად უნდა შეისწავლოთ, კარგად ჯობია რომ დაიმასებოთ. და ბოლო რჩება არის ჰირაგანა და კატაკანას სწავლის შემდეგ დაიწყოთ კანჯი და კანჯის სწავლასთან პარალელურად შეგიძლიათ დაიწყოთ ნელ-ნელა შეგიძლიათ დაიწყოთ გრამატიკის სწავლაც. როგორც გითხარით, ჰირაგანა და კატაკანა და კანჯი არის ფუძე იაპონური ენის ასე ვთქვათ ფუნდამენტური ცოდნა. ამ სამივე დამწერლობის ცოდნის გარეშე ვერ შეისწავლით იაპონურ ენას. ამიტომ სამივე ჯობია კი აუცილებელია დაიმასებოთ, კარგად დაწეროთ ბევრჯერ, სანამ კარგად დაიმასებლებთ და კანჯის რაც შეეხება უნდა დაწეროთ ძალიან ბევრი თითებით, ხელებით, ხო? და კანჯის სწავლასთან დაკავშირებით მაგალითად, ნაწილაკები არსებობს, ნაწილაკები რა არის, იცით? მაგალითად, წყალთან დაკავშირებული კანჯი თუ არის, მაშინ სანზე ესეთი ნაწილაკები ყოველთვის ხდება. ყვავილები, მცენარეებთან დაკავშირებული კანჯი თუ არის, მაშინ ქსაკამური, ესეთი რა ქვია, ნაწილაკებიც იქნება ხოლმე და ესეთი ნაწილაკების შესახებ ცოდნაც ჩემი აზრით სასარგებლოა და დაეხმარებათ კანჯის სწავლაში, დამახსოვრებაში. რაც უფრო მეტ კანჯის შეისწავლით, მაშინ მერე ინტუიციურად შეგიძლიათ გამოიცნოთ თუ როგორ იწერება, რას ნიშნავს ეს ახალი კანჯი. ამიტომ დასასკიცი ცოტა რთულია, მაგრამ რომ კარგად შეისწავლით და დაიმასებოთ ის ბაზისურ რაოდენობას რა, მაშინ მერე უფრო გამარტივდება თვითონ კანჯის სწავლაც. ამიტომ კიდევ გაგიზიარებთ, ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი, სამი ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად უნდა დაიმასებოთ, ძალიან ბევრჯერ უნდა დაწეროთ, ძალიან კარგად უნდა გაიმეოროთ და ეგარი რაც არის. თუ გაინტერესებთ, მეც ვასწავლი 5 წლის წინ გადახევრი ვიდეოში ვასწავლი თუ როგორ უნდა დავწეროთ თითოეული ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი და ასე შემდეგ, ხო და შეგიძლიათ ვიყუროთ. ხო, დღეს всё. უხმესი მადლობა ყურადღებისთვის და თუ გეკნებათ რაიმე შეკითხვები, კომენტარებში მომწერეთ და გიფასხებთ. მადლობა ყურადღებისთვის და მათთანე. გაიგებთ, რასაც გვისხმობ. ხო და ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორ იწყება თანმიმდევრობით, ოკეი? ხო და დავიწყოთ. კარგით, მაშინ დავიწყოთ მა, მი, მ, მე, მოსავლა. პირველი ასო არის მა.